ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ ვახტანგ მეექვსის სტამბაში 1720 წელს დაბეჭდილი 8 ხმათა, ანუ პარაკლიტონი აღადგინა. წიგნი საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილებაში ინახება. გამოცემა აერთიანებს საგალობლების ტექსტებს, რომლებსაც კვირის განმავლობაში ღვთისმსახურების დროს ასრულებდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ ვახტანგ მეექვსის სტამბაში 1720 წელს დაბეჭდილი 8 ხმათა, ანუ პარაკლიტონი აღადგინა. გამოცემა, რომელიც ნუსხა ხუცურით არის შესრულებული, აერთიანებს საგალობლების ტექსტებს, რომლებიც კვირის განმავლობაში ღვთისმსახურების დროს სრულდებოდა. ვახტანგ მეექვსის სტამბაში სულ დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი. მათი ხარისხი ისეთივეა, როგორც იმ პერიოდში ევროპის სტამბებში გამოცემული წიგნებისა. სწორედ ერთ-ერთი მათგანია პარაკლიტონი. პარაკლიტონი რა არის? ეს არის სასულიერო მნიშვნელობის წიგნი, სასულიერო დანიშნულების წიგნი. ღვთისმსახურების დროს აუცილებელი იყო საგალობლების შესრულება ყოველ დღედ, მაგრამ სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ხმაზე სრულდებოდა საგალობლები. აი პარაკლიტონში სწორედ ეს არის, კრებული არის სხვადასხვა ხმაზე, უпростоრად 8 ხმაზე შესასრულებელი საგალობლებისა და სხვათა შორის ამას მეორენაირად უწოდებენ 8 ხმა. უძველეს გამოცემას, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაიბეჭდა, არ ჰქონდა ყდა, დაზიანებული იყო ფურცლები. კონსერვაცია რესტავრაციის ფარგლებში აღდგა გამოცემის ფურცლები. მანამდე კითხვეების განმავლობაში იწმინდებოდა და დეზინფექცია utარდებოდა ყველა ფურცელს. შემდეგ კი ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელმა გამოცემისთვის ტყავის ორნამენტიანი ყდა დაამზადა. ტყავი დამუშავდა და გაფორმდა ზუსტად ისე, როგორც მზადდებოდა ძველნაბეჭდი წიგნების ყდები. წიგნი იყო საკმაოდ დაზიანებული, ანუ როგორც ფურცელი, ასევე თვითონ ვეულებიც დაზიანებული იყო, აღდგენა საჭიროებდა, ბლოკის შეკვრა საჭიროებდა და ამავე დროს საჭიროებდა ახალი ყდის დამზადებას, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ყდა. მას ჰქონდა მუყაოს ყდა, რომელიც ისიც საკმაოდ მოცვეთილი, ანუ როდესღაც ვიღაცამ გაუკეთა რესტავრაცია და ჰქონდა მარტივი ყდა გაკეთებული, ასე ვთქვათ. გადაწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ტყავის ყდა, რომელიც იდენტური იქნებოდა, მიახლოებული იქნებოდა ვახტანგის სტამბის ყდებთან. შეკერვის შემდეგ, მოკლედ, ტყავი სრულად დამუშავდა, ეს ფერი შეირჩა სპეციალურად, იმიტომ რომ იმ პერიოდში მიახლოებით ესეთი ფერის ტყავები გამოიყენებოდა, ნუ ღებავდნენ კიდევაც, მაგრამ ეს ყველაზე შესაძლებელი იყო ეს ტყავი. გაუკეთა ჭვირნიშნები, გაუკეთა მსგავსად, ზუსტად ძველი ეპოქის ორნამენტებისა, წინა მხრიდანაც მოხდა ჭვირნიშნების დასმა, უკანა მხრიდანაც მოხდა ჭვირნიშნების დასმა და ყუა. ყუაც იდენტურად არის, მაშინაც ბინტებზე ხდებოდა ტყავის შემოცმა და ეს რელიეფური ყუა დღეს რაც აქ ხედავთ, ძველ წიგნებზეც ესევე არის, რელიეფური ყუა არის. 1927 წელს საჯარო ბიბლიოთეკას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდი გადაეცა. 8 ხმათა, ანუ პარაკლიტონი ამ ბეჭდურ ერთეულებში იყო წარმოდგენილი. გამოცემა, რომელსაც სრულად ჩაუტარდა რესტავრაცია, კონსერვაცია, ახლა საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.